განცხადება შემდეგ დიალოგის რეჟიმში, პასუხის რეჟიმში და ანალიზის რეჟიმში გადავლავთ აქცენტ დასმულ კითხვებზე პასუხს. დავიწყოთ? კი. 1 სექტემბერს 15 საათზე საქართველოს პატრიოტთა ალიანსისა და წინააღმდეგობის მოძრაობის მიერ იგეგმება საპროტესტო აქციის გამართვა უზენაეს სასამართლოსთან ოტე კუბლაშვილის იმპიჩმენტის მოთხოვნით. აღნიშნულ საპროტესტო მასშტაბურ აქციას უერთდებით უფლებადამცველი ორგანიზაციები და მოვითხოვთ ოტე კუბლაშვილის იმპიჩმენტს, ხოლო შემდეგ უკვე რომ დადგეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. თუ რატომ მიზეზებისა და დანაშაულებების შესახებ აღნიშნულთან დაკავშირებით მოგვიანებით მოგახსენებთ, მანამდე ქალბატონი მაია ხარაძე კოალიციის თანათავმჯდომარე მოგახსენებთ თავის საქმეს და შემდეგ ბატონი გლეშა რაოთანაძე ასევე კოალიციის თანათავმჯდომარე. სანამ გადავთ, ძალიან მოკლედ რო გითხრათ, მიზანი რა არის, მოიცით გასაგებია გადადგომას, მაგრამ ანუ საფუძველი უფრო სწორად რატომ ითხოვთ, აი მოკლედ თქვენ ჩამოგიყალიბეთ და უფრო ცლად მერე კი ბატონო. არა, თქვენ. ჩემზე ასე. კი ბატონო. მოიხსენებათ მრავალი წლის მანძილზე ქვეყანაში იყო სააკაშვილის გამზვარებული ავტორიტარული რეჟიმი და ამ რეჟიმის დაკვეთას ასრულებდა სასამართლო კორპუსის სასამართლო ხელისუფლება, რომლის არქიტექტორი შემოქმედი იყო ბატონი კოტე კუბლაშვილი. სწორედ მან შექმნა ქვეყანაში კვაზი სასამართლო სისტემა, მან შექმნა კვაზი მართლმსაჯულება, რომელიც ემსახურებოდა სააკაშვილის რეჟიმის ინტერესებს, უდანაშაულო ადამიანებს განამწესებდა ციხეებში და ესეთები ჩვენ კარგად ვიცით რომ ყავს ასობით პოლიტპატიმარი, ათასობით უკანონო პატიმარი, ასობით ბიზნეს წართმეული, ქონება ჩამორთმეული ადამიანები, რომლებიც სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსამართლეების გადაწყვეტილებით თავსდებოდნენ ხოლმე საშილახსოვრების დაწესებულებებში, იმყოფებოდნენ ზეოლად მანამდე სანამ ნაციონალური მოძრაობის სხვადასხვა მაღალჩინოსნის ინტერესები არ იქნებოდა დაკმაყოფილებული, არ გადაფორმდებოდა სხვადასხვა წილები, ქონებები სახელმწიფო მოხელეებზე და აი ესე გრძელდებოდა 8-9 წლის განმავლობაში ეს ყველაფერი. ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი რა თქმა უნდა არის კოტე კუბლაშვილი. ის არის სასამართლო ხელისუფლების სახელმწიფო ერთ-ერთი შტოს ხელმძღვანელი და აბა ვინ უნდა აგვეს პასუხი თუ არა კოტე კუბლაშვილმა. სხვადასხვა საქართველოს კონსტიტუციაში ქვეყნის ძირითად კანონში 64 მუხლი და ასევე კანონში, ორგანულ კანონში საერთო სასამართლოების შესახებ 42 მუხლში არის გაწერილი ის ნორმები, ის რეგულაციები, თუ რატომ უნდა მოხდეს უზენაეს სასამართლოს იმპიჩმენტი და როგორ უნდა მოხდეს შემდეგ თუ მან ჩაიდინა კონსტიტუციის დარღვევა ან გარკვეული დანაშაული, როგორ უნდა მოხდეს მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაში მისცემა. ბატონო. აქ განსხვავებული მოცემულობა იყო შემოკარგო. ბატონი არჩილი კბილაშვილი არის ძალიან კარგი, კვალიფიცირებული ადვოკატი, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გამოდგა კვალიფიცირებულ მთავარ პროკურორად. იმიტომ ვიცით მრავალი საქმეები, რომელიც წარმოებაში არის ეხლაც სასამართლოებში და სამწუხაროდ ბრალდებამ ვერ ასე თქვათ დაასაბუთა ის დანაშაულებები, რომელიც მიუძღოდა მრავალ პირებს, გავიხსენებ ახალციხის სასამართლო პროცესს, რომელიც წარმართა მოსამართლე ჯეირანაშვილმა და კარგად ვიცით, ბორჯომის პოლიციელები, პოლიციის უფროსის ხელმძღვანელობით, რომელიც აუპატიურებდა დაკავებულ პირებს, უკაცრავად ზოგს სკამის ფეხით, ზოგს ბოთლით, იყვნენ ესე იგი გამამართლებელი განაჩენით გამოსულები. ასევე კარგად ვიცით 5 ეპიზოდთან დაკავშირებით უკაცრავად ბაჩო ახალაია, რომელიც იყო ბრალდებული, 3 ეპიზოდთან დაკავშირებით მოეხსნა ესე იგი ბრალდება. და ასე შემდეგ. ვიცით რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი სამწუხაროდ ვერ მიმდინარეობს. 10,000-ობით შესული განცხადება და საჩივარი არის მთავარ პროკურატურაში და სამწუხაროდ მათზე არ ხდება თუ ვერ ხდება რეაგირება.
აი ეს იყო რა ქვია ამ შემთხვევაში არჩილ კუბლაშვილთან დაკავშირებული ჩვენი ასე ვთქვათ პრეტენზიები. ხოლო რაც შეეხება კოდე კუბლაშვილს აქვს სხვა მოცემულობასთან აქვს საქმე. თუ ქვეყანაში იყო პოლიციის ორგანოებში სისტემური დანაშაული და კარგად ვიცით 18000 ფაილი. შესახებ ესე იგი უკანონო თვალთვალი მოსმენა პირადი ცხოვრების სამსახურელი კადრები, მათ შორის ჟურნალისტებზე, მათ შორის პოლიტიკოსებზე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებზე, სამღვდელო იერარქიებზე და ასე შემდეგ გადაღებული ეს მასალები და მოსმენები და მიკვლევები. თუ ესე იგი ხდებოდა დაკავებულ პირთა, ეჭვმიტანილ პირთა გაუპატიურებები და კარგად ვიცით სამეგრელოდან ამოგებული ვიდეო ფირების შესახებ, თუ როგორი ოდიოზური ესე იგი ფაქტები ხდებოდა საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლიციის სისტემაში იყო სისტემური დანაშაული, იყო სისტემური კრახი. ასევე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროკურატურის სისტემაშიც გულისხმობ ადეიშვილის პროკურატურას იყო სისტემური დანაშაული, იყო სისტემური კრახი, ვინაიდან სწორედ ადეიშვილის პროკურატურა კერავდა ამპატიით თითქმის ასობით და ათასობით უდანაშაულო ადამიანის მიმართ სისხლის სამართლის საქმეებს. და ამ ყველაფერს შემდეგ უკვე აკანონებდა და ათეთრებდა კოდე კუბლაშვილის ქვემდებარე სასამართლო კორპუსი, გარკვეული მოსამართლეები. მე ვიტყვი, რომ ძირითადად ალბათ უმრავლესობა არის თანამონაწილე იმ დანაშაულში, რასაც ქვია უდანაშაულო ადამიანების განზრახ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა და გისურვებს მიღმა ესე იგი განთავსება. აქედან გამომდინარე არის ჩვენი მე მგონი აბსოლუტურად ლოგიკური, დასაბუთებული, კატეგორიული მოთხოვნა, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს კუბლაშვილის იმპიჩმენტი, ეს ხელისუფლება მე მინდა მოგახსენოთ ისევ კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს პარლამენტს სიითი შემადგენლობით ერთმან მესამედმა უნდა დაიწყოს ეს პროცედურა, ხოლო შემდეგ უმრავლესობით უნდა გადაწყდეს მისი იმპიჩმენტის საკითხი, ხოლო როცა ეს უკვე მოხდება, შეიძლება ამას უკვე მოხდეს შემდეგი ეტაპი, რასაც ქვია მისი სისხლის სამართლებელი პასუხისგებაში მიცემა. თუ რაიმე კითხვა არის კიდე? ხალხმა ერთხელ შემიძლია. გათვალეთ ადგილები. კი ბატონო. არა. მე მგონი ძირითადი სათქმელი მაინც თქვა ბატონმა დავითმა, მაგრამ იმას მოგახსენებთ ჩემ აზრს. სწორედ იმის გამო, რომ კოტე კუბლაშვილი ქმნიდა მრავალი წლის მანძილზე ქვეყანაში დამნაშავის სისტემას სასამართლოს სახით, სწორედ ის აკეთებდა იმას და ხელს უწყობდა თავისი დუმილით თუ სხვადასხვა ქმედებით იმას, რომ ქვეყანაში ყოფილიყო შერჩევითი მართლმსაჯულება, რომ მოსამართლეები ყოფილიყვნენ სააკაშვილის რეჟიმის ბინძური პოლიტიკის განხორციელებლები. სწორედ ამის გამო ვთვლით, რომ კოტე კუბლაშვილის იმპიჩმენტი უნდა მოხდეს, რაც შეიძლება სწრაფად და შემდგომ უნდა დაიწყოს მისი პასუხისგებაში მიცემა. ჩვენ კოალიცია ჩვენი უფლებებისათვის უერთდებით 1 სექტემბერს დაგიდგმილ აქციას და მოუწოდებთ საზოგადოებას, რასაც ქვია კოტე კუბლაშვილის იმპიჩმენტის მოთხოვნა აქტიურად ჩაიბან ამ საქმეში. დიდი მადლობა. Სპეციალურად ბატონ ჯიოშერ ოქანაძე არის, ბატონ კობა ოქანაძის, ეს კოალიციას 2009 წლიდან შემოერთდა და არის სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის პრეზიდენტი და მან თავის ოჯახს მე ესე იგი ფაქტიდან გამომდინარე, კარგად იგივე არის პროტოკოლის სასამართლოს სისტემა. ჩვენი ორგანიზაცია ხარს უჭერს პატრიოტთა ალიანსის მიერ დაანონსებულ 1 სექტემბერს აქციას, სადაც მოვითხოვთ კოტე კუბლაშვილის კაცრად დასჯას, რადგან მან ჩაიდინა არაერთი დანაშაული ქართველი ხალხის წინაშე. ჩვენ კარგად ვიცით, როგორ ხოცავდა რეჟიმი ახალგაზრდებს ქუჩაში, ჩვენ კარგად ვნახეთ თუ რა პროცესები ჩატარდა სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ, როგორ იქნენ მოკლული სამხედრო მოსამსახურეები და აღნიშნული სასამართლო როგორ აპრავებდა
ამ სისაძაგლეს. ადეიშვილის მიერ პროკურატურა იყო ფაქტიურად ყველაფრის მოქმედი და მოსამართლე იყო მათ ნოტარიუსად, სასამართლო იყო მათ ნოტარიუსად ქცეული და დღევანდელ დღეს ვხედავთ, რომ სასამართლო შეტრიალდა და პირიქით იმ დამნაშავეების გამართლებას ცდილობს და გათეთრებას ცდილობს, რომლებიც რეჟიმს უმარგებდნენ ზურგს. ამიტომ ჩვენი მოთხოვნა იქნება 1 სექტემბერს კოტე კუბლაშვილის იმპიჩმენტი და შემდეგ მისი გაცრად დასჯა. მადლობა. მადლობა. დიდი მადლობა. მადლობა. ხუთი არასამთავრობო